ძალიან იმან ამღური იმან დასტაკეთ მაგას. ახალგაზრდებს ტვინი არ უმუშავე. ფაშისტი გამარჯვების 70 წლის სოციალისტურ საქართველოს რამოხსამ დემოკრატიამ შიმშილის და უბედურების გარდა რამოხსამ დემოკრატიამ მათამფლელი ომების გარდა რამოხსამ დემოკრატიამ რუსეთთან დაპირისპირების და კრემლთან ჩახუტების გარდა სად შეიძლება გაიყიდო რა თქმა უნდა რუსეთს რა თქმა უნდა აი ამ მიმართულებით უკრაინაში ყველგან მაშინ რატო გვიშლია ხელს გაერთიანებაში რატო გვიშლია ხელს რაგვადგინა ეკონომიკური კავშირი რატო გვიშლია ხელს რომ საქართველო გაერთიანდეს ევრაზიულ კავშირში აგრესიული ბლოკი რომელიც არ კეთება თვით გერმანელ ხალხს თვით ამერიკელ ხალხს თვით ფრანგ ხალხს ჩვენ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგი არა ვარ როდესაც ზუსტად 65 წლის წინ ქალაქ მოსკოვში გაიმარჯვა რუსი ხალხისგან დასაქმება მიმარჯვა ჩვენი Дорогие соотечественники, мы студентами выражаем волю абсолютного большинства населения Грузии. ყველა გადახილზე, ყველა შემდგენახილზე ერთად დავდგეს, ერთად უშუალოდ ჩვენს საქართველოს. დიდი მადლობა. ქვეყნის მთავრობას არ უნდა დაეჩაგრა. დღეს რა მივიღეთ? საკუთარი მიწა-წყლიდან, საკუთარი ბინებიდან ხალხის მასიური გამოსახლება. ფაბრიკა და ქარხნები აღარა გვაქვს. გვიძახიან და გვიგიჟინებენ. ვაშენებთო, ავაშენებთო, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, ხალხი ამას ვერ ხედავს. სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებთან ერთად მოიპარეთ ძეგლი. მივმართავ და ესმის ქალაქ გორის მერს 24 ივნისისათვის აქ რომ ძეგლი არ იქნება ისევ აღდგენილი ალბათ ბატონო ზურაბ მოგვიწევ ჩვენ დაგიჭირეთ მხარის თქვენ რომ თქვენ ყოფილიყავით ქალაქ გორის მერი მივმართავ ბატონ ზურაბს 70 წელი ახლა 24 ივნის როცა პარადი ჩატარდა 45 წელს მოსკოვში ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის რომ ის ძეგლი დაიდგას აუცილებლად და კიდევ ერთი თუკი საგრებულო თუკი სხვა შესაბამისი ორგანოები გეტყვიათ ჩვენ ბიუჯეტში ეს გაწერილი არ აგვაქვს თქვენი სახელით პირდებით თანხებს შევაგროვებთ და რაც ახსრები და რა თანხები დაჭირდება ჩვენ ამისთვის გავიღებთ ყველაფერს ვინ გავაკეთებთ გამარჯვების დღეს ეხაკისფერი ჭირი რომელიც მსოფლიოს ებუქრებოდა წალეკვისაგან გადაარჩინა ადამიანებმა რომლებმაც მსოფლიოში გამარჯვოს დიდ სტალინის Hacime!
არა. სალინი ატიეს ებოდი, ატიეს. სალინი ატიეთ მაღლა. იქნება როგორმე ქალაქის მთავრობიდან გაკეთდეს სია ვინ მოაწერა ხელი 1500 კაცი გამოაშკარავდეს რომ ვისი მიზეზით წავიდა აქედან ზეგლი მეტი არაფერი არ რომ ვიცოდეთ ვინ მოაწერა ხელი ჩვენა გვაქვს გამოვაქვეყნოთ ჩამოვალ დაგვეხმარეთ და დავარიგეთ რომ იცოდნენ რომ აქ არ დაბორიალობდნენ ბევრი ეხლა აღდგენაზე ვადი,